რაც შეეხება ირანს, ეს არის მრავალსერიანი ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური ფილმის მორიგი სერია, შეიძლება ესე ვთქვა, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ ის შეტევა, რომელიც იყო ეს 12 დღიანი ომის სახელით შევიდა ისტორიაში. Ახლაც ამის მორიგი სერია, ეს არის კბილის მოსინჯვა რა. ჩვენ ვიცით, რომ იგივე ბესენტმა, რომელიც არის ამერიკის ესეთი ფინანსთა მინისტრი, შეიძლება ესე ვთქვათ, მან თქვა, რომ სპეციალურად ხდებოდა ირანის ეკონომიკური ზეწოლა, შესაბამისი ასე ვთქვათ, დოლარის როგორც ბერკეტის გამოყენება, რათა ეკონომიკური პროტესტი და შემდეგ ამერიკა მოვლენოდა მას როგორც მხსნელი. რეალურად ჩახსნილი ასე ვთქვათ ეს რაღაც ფარდა და პირდაპირ ცინიკური საუბარი მიდის, რომ ამერიკა ცდილობს რა თქმა უნდა ირანზე ზეწოლას მის ასე ვთქვათ გეოპოლიტიკურ პარტნიორ ისრაელთან ერთად იმ სივრცეში და ესე იგი აიათოლას ასე ვთქვათ ვერტიკალმა გაუძლო იმ შემთხვევაში საქმე ის არის ხა მე უფრო კონკრეტულად ხადი არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ცხადია ის რომ ირანი გამოვლიდა ძალიან ბევრი სისუსტე ირანის ასე ვთქვათ თავდაცვის ღუდეებში, იგივე როგორც ჩანს მოსადის მიერ ინფილტრაცია ამ სფეროში. კი, ინფილტრაცია იყო მაღალი, თუმცა ეს გამოვლენა შეიძლება ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ რაღაც აზრით უფრო ირანი გაძლიერდა, იმიტომ რომ თავის სუსტი წერტილები აღმოაჩინა, აგენტების ნაწილი უკვე გამოვლინდა, თუმცა ცხადია უფრო ღრმა დაძინების აგენტებიც ალბათ არსებობენ სიღრმეებში და აი აქ უკვე ჩანს რომ აი აქ უკვე არის ბრძოლა უკვე ჩინეთი და რუსეთი ამ თავისი ამ ფლოტის მიშველებით და ასე შემდეგ და იქ ჩადგმით აეუბნებიან რომ ჩვენ ირანს ვერ დავთმობთ. არ დავთმობთ იმდენად, რამაც ვერ დავთმობთ, რადგან ეს ფაქტობრივად ირანის დათმობა და იქ რაღაცნაირად გარდა იმისა, რომ თქვათ იქ ხორმუზის სრუტეში თქვათ გადის 20%-ზე მეტი ნავთობის და თხევადი გაზის, გარდა იმისა, რომ თქვათ მთელი ამ ირანის გეოეკონომიკური მნიშვნელობისა, ხო ირანს აქვს ასევე ეს გამაერთიანებელი ფუნქცია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს რეგიონი, რეალურად ამ ბრიქსის ქვეყნების და ამ ესეთი ესე იგი ევრაზიის გეოპოლიტიკურ არენაზე ირანი არის რეგიონული ცენტრი, ასე ვთქვათ, რეგიონული ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე და აი ამის რაღაცნაირად ამერიკის ხელში გადასვლა, ამერიკის კონტროლირებადი თქვა შაჰის მოსვლა იქ ხო, მობრუნება იქნება რუსეთისთვის და ჩინეთისთვის ძალიან დიდი დარტყმა, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და ისე რეპუტაციულად და ისე ინტეგრაციული თვალსაზრისით, რადგან ის ფაქტობრივად ამ ალტერნატიულ მულტიპოლარულ წესრიგში მათთვის უკან დახევა იქნებოდა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ რომ